გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო მოგესალმებით თქვენ გენაცვალეთ მე ჩვენ მოსმენელნო როგორ მიგიკითხოთ დარწმუნებული ვარ რომ კარგად ხართ ყოველ შემთხვევაში მე ესეთი სურვილი მაქვს ვიყოთ კარგად მოუვაროთ ერთმანეთს ჯანმრთელად ვიყოთ და ერთმანეთს მოუვაროთ ეს არის თავისუფალი სივრცე 98 და 5 და გადაცემა ჯაპანას ბაბანაკებაო ასე თქვეს და ასე ქვია ამ გადაცემას მე მისი წამყვანი ჯაპანა გახლავართ მოგესალმები და დღეს ვყავს არაჩვეულებრივი ჩემთვის გადასარევი და ძვირფასი ადამიანი ნუ ეს ცალკე პიროვნული და სუბიექტური მე შეიძლება სუბიექტური ვიყო ამიტომ მოგცემთ დებას თქვენი თვითონ იფიქროთ ამასთან დაკავშირებით ვიდრე ასე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში და თბილისში განსაკუთრებით რომელსაც ეს ადამიანი დიდი სიმპათიებით არის მის მიმართ და ძალიან მაგრად უყვარს რა. ეს არის ჩემი სიყმაწვილის, ჩემი ახალგაზრდობის, აი 17-18 წლიდან ვიცნობ კაცს, ეხლა შეგვაბატონო, ამდენი წელი გავიდა, აღარ ჩამოვთვლი, არ გავამჟღავნებ ამას სწორედ ამეტანია. ეს არის ლევან ნაჯაფარიძე, რეჟისორი, კინორეჟისორი, შეგვაბატონო. არაჩვეულებრივი კაცი, შეიძლება ითქვას ეს რაღაც მეზარება ხომ ეს სიტყვა, მაგრამ მაინც ვიტყვი კოლორიტი რაღაც ისეთი ამბავია რა. ხანდახან ისეთ იმაზე იტყვია კოლორიტიო, რომ მე მართლა კოლორიტზე მიყდება თქმა რა, მაგის რა მართლა ეკითხა. ლევან როგორ ახარ? შეგედაცვალე შეგეთავ. დათქა. ხო ხარ ჯანმრთელად? დიდი მადლობა მოწვევისათვის. ძალიან მესიამოვნო თქვენთან სტუმრობა. გენაცვალე ჩემო კარგ ადამიანს. შენ სადაც ხარ, ყველგან მიყვარს ვიცი. ურმესი მადლობა. მეც ასევე ვარ, შენთან დამოკიდებულება ზუსტად ესეთი მაქვს ლევან. დავიწყოთ იმით რომ ისი უნდა დავიწყოთ ხა იცად დაიწყო ჩვენი ცხოვრება. კი ბატონო, სიამოვნო. ბავშვობით დავიწყოთ, რაც მე არ ვიცი და მე სიამოვნებით მოვისმენ. მე არ ვიცი ხა შენ მე მგონია რომ ძალიან ბევრი რამე იცი ჩემ შესახებ. კი ბატონო. რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მაკაცობა და მეგობრობა გვახასიათებს და მოვდივართ ჩვენი მეგობრობით. წილად ხდა ბედნიერება საოცარი დაბადებულიყავი ოჯახში თეიმურაზ ანჯაფარიძის და მანანა ჯაფარიძის ოჯახში ჩემი მე ჯაფარიძე ვარ ან ჯაფარიძე ხო დედა ჯაფარიძე ვარ მამით ანჯაფარიძე ვარ ასე რომ ანჯაფარიძე ვარ ანჯაფარიძე ვარ კარგი ხო ნუ ხა ჩემთან ოჯახში ჭარბობდნენ ესე იგი ან სამედიცინო სფერო იყო წარმოდგენილი ბაბუა ჩემის ლევან ანჯაფარიძის სახით, მამა ჩემის და მოან ჯაფარიძის სახით. მაგრამ ძალიან ბევრი ხელოვანი ხვევია მთლიანად ჩემს აი ნათესაურ განშტოებებსაც კი ახლა რომ დავიწყოთ ხო? აი თქვა ბებია ჩემის მხრიდან ელინე კოცილიძე მყავდა საოცარ დადას ვეძახდით. მახსოვს მე შეუძლია. შენ გახსოვს და კი მახსოვს კი დადას ვეძახდით ჩვენ, აი მისი მხრიდან მაგალითად დავით კლდიაშვილი იყო ჩვენი ძალიან ახლო ნათესავი. ახლა კლდიაშვილი მე მგონია რომ რაც რუსებისთვის შეხოვის დრამატურგია, თქვა კინოსთვის ქართველი სერვანტესი შეიძლება ხო რაღაც საოცრება მწერალი არის და ესეთ ქართულ კინოში ძალიან ისეთი რა აპრობირებული. ხო, ნუ აქეც ამ ხარეს ახლა იცი კარგად შენგელაიები მოგეხსენებათ. ჩვენ ბიძა ხო ბიძები იქიდან გიადანელია რუსეთიდან მოსკოვიდან ვერიკო ბაბუა ჩემი და მერიჩ განჯაფარიძე იყვნენ დაძმანი კი ბატონო ვერიკო იყო გიადანელიას მერიჩკა იყო გიას დედა ხო და დედა ჩემის მხრიდანაც საოცრად ისეთი ბებია ყავდა ვასასი ერისთავი დედა ყავდა ნუნუ რატიშვილი ცხოვრობდნენ უნივერსიტეტის წინ იმის მერე ნაფარეულის ქუჩის მერე ჭალები იყო როგორც მაშინ მიყვებოდნენ ამდილობდა ხო და ფაეტონით მოყვანები და როგორც დედა ჩემი იხსენებდა ხოლმე პატარები შეახდებოდნენ ხოლმე ფაეტონს რითაც დედამისი მოყავს და 17 წლის ასაკში გარდაიცვალა ბებია ჩემი აი დედა ჩემის დედა რომელსაც ეუბნებოდნენ რომ შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა და 4 გააჩინა იმდენად უნდოდა რომ შვილები ყოლოდა ხო აი ეს მოკლე ექსკურსი რაც შეეხება ჩემს ოჯახს ძმა მყავდა შესანიშნავი გიორგი ანჯაფარიძე ვენაცვალი კაცმა რომელმაც ისე იცხოვრა ჩემო დათო რომ ნაწყენი კაცი არ დატოვა მიწაზე და მე ვთვლი რომ ალბათ ეს არის ყველაზე დიდი კაცობა რა ალბათ ყველაზე დიდი კაცობა ეს არის აი ეს ძალიან მოკლედ ჩემი ოჯახის გარშემო ნუ იცი ჩემი მეუღლის თებო მანანა დიასახლის უნდა მე როგორც მანანა ფსიქოლოგი იყო და საერთოდ დიასახლისობა ბოლოში უკვე რასაკვირველია
მრწამსით ყოველთვის დიასახლიც იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო ქალბატონი კი იყო. ბატონო, კარგად მახსოვს. ფსიქოლოგი, ძალიან ისეთი მაღალი დონის და მე თვითონ პატარა ვიყავი დედაჩემს იმებზე რომ დავყვებოდი ხოლმე. ჩვენთან კამუსზე ხო სულიერად ფსიქიურად შეშლილი საავადმყოფო იყო კამუს ქუჩაზე ხო და დედაჩემს იქ ქონდა ხოლმე რაღაცა ისინი რა პრაქტიკას გადიოდა ხოლმე და მე პატარა ვიყავი რომ დავყვებოდი სხვათა შორის მაშინ ჩამესახა პირველად სულ პატაწუნა ვიყავი როდესაც მომინდა რომ კინორეჟისორი გამختارიყავი და გადამეღო ფსიქიურად აი სულიერად არაჯანმრთელ ადამიანებზე ფილმი მე მეათე კლასში რომ კუკუშკა რო ვნახე საერთოდ აი ეს იყო ფილმი რომელმაც შემძრა და სხვათა შორის გენიალურ ნაწარმოებებს აქვთ აი ესეთი მახასიათებელი ზოგიერთი გენიოსის გაკეთებული იგივე მხატვრობაში ან ტილო ან ფილმად გადაღებული შედევრი ხო მოგნუსხავს ისე რომ აღარ გინდა რომ გაეკარო და შეგაშინებს და ზოგიერთი პირიქით რაღაცა უფრო მეტ იმას გაძლევს და რაღაცა სურვილებს გიასმაგებს რომ აი შენც რაღაცა გააკეთო აი ამ სფეროში და ალბათ აი ეს კუშკა იყო ზუსტად ის ფილმი რომელმაც მე აი იმ ჩემ ბავშვურ გადაწყვეტილებაზე რომ მე რეჟისორი მინდოდა გამختارიყავი უკვე მართლა ისე იმოქმედა და პრინციპში გავხდი კიდევაც შემოდი. ამ ტიპის რეჟისორების მომხრე ხარ საერთოდ აი როგორც ფორმანია შენ ხო აი ძალიან დიდები არიან ნუ იგივე ფორმანი იგივე სკორსეზე იგივე ნუ რა ვიცი ხო უამრავი ის მომდი იქით ნუ წავალთ აქეთკენ ვიყოთ ეს კინო ესთეტები ახლა მე ვთვლი რომ ახლა ელდარ და გიორგი შენგელაევი ნებისმიერი ქვეყნის დიდოსტატები კინოს დიდოსტატები არიან ახლა იგივე მელიავა ყავდა იგივე ნუ არ ვიცი ვინ ჩამოთვალო ოთარიოსელიანი შენი პედაგოგები აბულაძე ეს იყო ჩემი ძალიან დიდი ბედნიერება რომ მე ესე იგი 16 წლის ბიჭი ვიყავი როდესაც მივედი სასწავლო სტუდიაში იქ ქონდა ჩვენ ბაზა მე მაგაზინად ვისაუბრებთ მე და შენ მან დიდი პერიოდი გვაქვს გავლილი და ჯერ თავიდან იყო სამეცნიერო პოპულარული ფილმები და მყავდა დიდოსტატი გურამ ჟვანია ღმერთმა გაანათლოს მისი ფილმები დღესაც რომ ნახო აი ამ ესე იგი ამ 30-40 წლის წინ გადაღებული ფილმები გაგაოცებს როგორ აკეთებდა ტიპი თვითონ იგონებდა ობიექტივს გესმის რაღაცას ადიდებდა იმაშობოდა რომ ნახო შედევრებია გაკეთებული და მე მეორე კურსზე გაიყო უკვე ეს ჯგუფი და ამიყვანა თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ ნუ ამ ორმა კიდე და რა ამბავი იყო ლევან სასაული ხდებოდა ეხა მარტო პატარა 3 მილიონიან ქვეყანაში ამდენი რეჟისორი წარმოვიდგინე ხო რეჟისორი ხვიაშვილი იქ ყველა მაგრები ოთარიოსელიანი კი თვითონ ჩემი თაობაც ეხლა ძალიან ისეთი უბრალოდ ჩემზე უფროსებმა მოასწრეს უფრო მეტის გაკეთება და ჩემზე უმცროსებმაც მოასწრეს ჩვენ თაობა რატომღაც ისე იყო რაღაცა ცუდად იყო ხოლმე გაჩხერებული ცუდროს მოგვიწია ცუდი ამბავი და ხო ერთმა რო თქვა ხო იცი ერთმა ძველი ბიჭმა რო თქვა პატარა ვიყავიო დიდების მეშინოდაო და ხა დიდი ვარ და პატარების მეშინიაო ეს რომ მიდიოდა მაშინ საძმოები და რაღაცა ხო პატარა ვიყავიო დიდების მეშინოდაო დიდი ვარ პატარების მეშინიაო გავგიზი ამდეს кай ბიჭი გერიალო აი ესე ჩემო აი ესე მოვედი რა ვიცი ამა კიდე თუ რაღაცა გამახსენდება მე მაინტერესებს აი რატო გადაწყვიტე ეხა მე ვიცი რომ კიდე ვილაპარაკოთ ცოტა ბაბუაშენი ექიმი იყო სერიოზული რა ლევან დიდი ლევან ანჯაპარიძე იყო ის კი არა რაღაცა უმკურნალია სტალინისტვისაც კი მე როგორც მე დღესაც ძალიან ვამაყობ მამა ბატონი თემური როგორ თერაპევტი იყო ძალიან მაგარი თერაპევტი იყო ესე იგი ბაბუა და შენ რატო ეს რეჟისორი მაგი ვითხარი ჩემ და საწყობოდი მოდიში რომ გასწორდი აი ბაბუა ჩემის მაგალითი ნუ ეხლა ესეთი განთქმული ექიმი იყო ესე იგი ეს იყო ადამიანი რომელსაც რომ მიყვებიან რა ისტორიებს რომ მიყვებიან ერთ-ერთი პარლამენტარი იყო აღარ მახსოვს მისი გვარი მაგან მომიყვა რომ ჩვენი ბაბუებიო ერთმანეთსო შეხვედრიანო სადღაც ნიტო ვერცხლის ქუჩაზე სადღაც ძალიან ისეთი ქუჩები როა ხო იცი ვიწროები და ცილინდრები ესე მოეხადეს ერთმანეთს ესე ცილინდრები და დაშორდნენ და სახში რომ ისულა ბაბუა ჩემი დაურეკია
ჩემი ბებია ჩემს თქვია რომ გადაურეკეო, ხო ის თბილისი პატარა იყო, ყველაფერს, ყველა ერთმანეთს იცნობდა მაშინ. გადაურეკეო, იმიტომ რომ რაღაც მაგას აზოტი აქვს აწეულიო, ან დისტანციაზე ეთყობა გესმის იქ ფერით, რაღაცა, შეიძლება რაღაცა სპეციფიკური რაღაც სუნიც იყო, ან არ ვიცი რა იყო. თვალების გუგები რაღაც ხო, რაღაცა შენიშნა და მართლა მოკლედ საოცრებებს ყვებიან რა. ერთ-ერთი საოცრება ის იყო, რომ სუფრიდან რო გაიყვანეს და რომ ეს პერიოდი 37 წლები აბა წარმოიდგინე შენ ჩეკისტებმა გაიყვანეს სუფრიდან იქ ფუნიკულიორის რესტორანში ისნენ და ავალია რომ ვიყავ იცოდნ და დაკვირდო იცოდნენ რომ ხო და გადააფრინეს სასტრაფოდ კრემლში და იქ ბერიას მეუღლის უმკურნალა და ცხოვრების ბოლომდე ის ქალბატონი მადლიერი იყო ბაბუაჩემის იმიტომ რომ ყველა წამლები გადმოუყარა და ხო და დაუტოვა მხოლოდ ერთი აი მარტო ეს სვითო და კარგად იქნებითო და ბოლომდე კარგად იყო ის მე ნუ მონადირე საოცარი და სხვათაშორის ბაბუაჩემისაგან გამომყვა ერთი ისეთი ქცევა რომელიც შენც გატყობ და მაგიტომ მიყვარხარ ბაბუაჩემ შეეძლო ესე იგი შეეძლო ყოფილიყო კოსმონავტის ძმაკაციც პოლიტბიუროს წევრის ძმაკაციც და აი რა გითხრა ბრაჯაგას ძმაკაციც მეთევზეს ძმაკაციც მეეზოვის ძმაკაციც გესმის ძალიან დიდი პიროვნება იყო და ეს რაღაცა ნაწილი მე გადმომყვა და ძალიან მიხარია რომ მეც მაქვს იცი მე არ ვიცი გარშევა ვინ თანამდებობის პირების და რაღაცების არ ვიცი ჩემთვის თავარი არის ადამიანი იყოს ადამიანი და всё ყველა თავის შეცდომებით მეც რომ ასეთი პარალელი გავაკეთე ჩემთანაც დიდი მადლობა მართლაც ახლა მე მახასიათებს ის თვითონ რომ შემიძლია მაგალითად ვიქეიფო ისევე ზუსტად თუ კაი ადამიანი კაპოზე იმ გარაჟი აი ისეთ რაღაცა სვარშიკთან გემრიერი კი ბატონო თუ კაი თვალებს ჩატიტლებამდე ხო კი ბატონო ხო და რაღაცა დღეს კიდე შეხედი უბორზე ახლა აღარ ვიცი ახლა აი ლოგიკურები ისეთი რამე მახსენდება რომ რა გითხრა თან ჩვენ ვიყავით ბატონებო და ქალბატონებო ერთად დირექტორი იყო ლევანი და მე ვიყავი მისი მოადგილე და ვიყავით ერთი კაი ხანი ერთი 5 წელი თუ რაღაცა ვიყავით საკვატრილო სტუდია კი რა ის იყო სასწავლო სტუდიის კინოსტუდიაში და იქ გავატარეთ ის დღეები იმას ახლა აქ ვერ მოყვებით მაგის დრო არა გვაქვს იმიტომ რომ სამწუხაროა რომ ყველაფერს ვერ მოყვებით ის კი არა მე უთხარი მე ამას დაგი უშემოება იყო მაგარი და ამიყვანა და ამიყენა გვერდში და მე უთხარი ამას მე უთხარი მე შენ მეთქი არ დაგი წინ დაგვხვედი და მოგვიხდა რაღაცა ჩხუბი 90-იანი წლებია ისეთი რომ გვიჭერენ ორივე მეორე დღეს დამახვედრა წინ ისე იყო რომ მალვაში ვიყავით 1-2 თვე როგორ გიხართ რომ რაღაცა მოხდა იქო რა იყო ესეთი შემთხვევა ეგეთი რამეები ხო რატო არ მოხდარიყო შეთვით ვერ გგებულობ ახალგაზრდები ვიყავით და კურსელები ახლა ჯგუფი რაღაცა რა მაინტერესებს ინსტიტუტი აი რა მაინტერესებს რომ აი რაღაც ჯგუფელები ვიყავდა ჯგუფელები მყავდა საოცარი რა გააკეთე საკურსო პირველი სადიპლომო საკურსო გავაკეთე პირველი საერთოდ ფილმი გავაკეთე მე პირველი შემსხვა რა საკურსო ქონდა მოცემული რა და ახლა როცა თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე ყავს ნუ ხო წარმოგიდგენია რაღაცები არსებობს ისეთი რომ დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირი, მაგრამ რაღაცა გამექცა რა, ცოტა რა, ხელის, ტვინის გამეგე ახალგაზრდა ვიყავი რაღაცა და მოკლედ გავა პუშიაკე რა, ეს საკურსო და ვანიჩკა მყავდა აყვანილი საყვარელიძე თუ გახსოვს ეგ. როგორ არ მახსოვს კაცო ვანიჩკა. ხო და კადრია ერთი ესეთი გადაღებული რომ ვანიჩკა გამოდის მე ვეუბნები ხა თოფი გადაწიე გახედავს ამ თოფს დაკეტავს ესე და და წავიდა თეთრი ფირი. თეთრი ფირიდან ერთი ნაწილი 10 წუთია და ეს რაც მოყევი 1 წუთია დაახლოებით. და ეგედა 9 წუთი მინდის თეთრი ფირი და აქეთ რეზო მიზის, აქეთ თენგიზი მიზის და მე მივხვდი რა ხა რომ მე კი ავდექი და ვერც თქვენ ვერ გასიამუნეთ, ვერც მე ვერ ვისიამუნე, მე ვთხარი და 2 დღეში მოვიტან ფილმს თქო და სხვათაშორის მაშინ მივიტანე 2 დღეში გადავიღე ის ბუდე ჩემი. ის პირველი ფილმი რომელიც აი ჩემს სახლზე არის და ეს იყო საკურსო ეს ჩამითვალეს დიპლომშიდაც და დღესაც ძალიან პოპულარობით სარგებლობს ეგ ფილმი როგორც ერთ-ერთი ძეგლი აი ძველი ვარანცოვზე მდებარე სახლისა 5 სართულიანი სახლისა სადაც ბუდე დავარქვი იმიტომ რომ ცხოვრობდა ამდენი გენიალური ადამიანი ეს ბუდი ანგელოზამდე იყო ხო ბუდი ანგელოზამდე იყო ხო და ეს 18 წუთიანი ფილმია მოკლემეტრაჟიანი ფილმია მახსოვს
ხო და ყველა ეს ხორავა, ვასაძე, მანუელ აფხაიძე, ალექსანდრე და სესილია წუწუნავები, თამარ ჭავჭავაძე, კახი ცხონებული. რა ვიცი, ყველა აბსოლუტურად მან ცხოვრობდნენ, ეზო ქონდა მეორე სართულზე და მეორე სართულზე იყო საბავშვო ბაღი და ზემოდან იყო სულ მტრედების მერცხლების ბუდეები გაკეთებული. უამრავი შენ გახსოვს კი, რაც მე მან ფეხბურთი მაქვს გათამაშებული. რა ჩვენ მან ფეხბურთი გვითამაშია და აი ეს დავაკავშირე ბუდე, მაგიტომ დავარქვი რომ რაღაცა ხო იცი იმ პათოსით რომ აი კიდევაც დაიზრდებიან აი ესეთ სახლში საბავშვო ბაღის ბავშვებს რაღაც ნათელი მირონ მოკლედ პირველი სახლი იყო, რომელშიც ლიფტი იყო რა. ლიფტი იყო და ეგ არის ყველაზე ცნობილი სახლი. ეგ მე მგონი 11 სართულიანამდე აშენდა. 11 სართულიანზე და მაგრამ 11 სართულიანი გაცილებით უფრო დიდი იყო. დიდი იყო. აქ სამი სადარბაზო იყო და 11 სართულიანში ბრომად სადარბაზოები იყო მე როგორც მახსოვს და დაახლოებით თანაბარი დონის მემორიალური დაფები იყო და შეიძლება მე მგონი ჩვენთან კიდევ უფრო მეტი იყო. სამწუხაროდ ომიანობის პერიოდში ეს დაფები ჩამოხსნეს მოგეხსენება სპილენძით იყო გაკეთებული რაღაცა და მე კი ძალიან მინდოდა რომ აღმედგინა ბაბუა ჩემის სახელი მაგრამ იქ სხვებისაც არ არის გაკეთებული და ამიტომ ჯერჯერობით თავი შევიკავე ვნახოთ რა იქნებოდა როგორ იქნება სტუდენტები იყვნენ ცხონებული რა ვიცი ერეკლე მყავდა ბადურაშვილი ლევან მზვანელი იყო გია ბალიაშვილი დათო კვარცხავა შენ თითქოს ყველას არა გიო მერე გადმოვიდა გიოც ხო გიოც იყო მერე ჩვენთან ერთად კარგები მყავდნენ ძალიან მაგრამ ბევრმა ვერც კი შეძლო აი თავისი რაღაცა შემოქმედებითი მხარე გამოეჩინა ნუ პერიოდი იყო დავით ძალიან ცუდი რა კატასტროფულად უნაყარებოდა შენი პროფესია რომ რაღაცისთვის მიგეღწია და ახლა შენ კი იცი ჩემი დამოკიდებულება ამ საქმისადმი ახლა ორ მაგ სახეს ჩვენ ახლა რეჟისორისთვის ძალიან ძნელია 5 და 6 წელი ერთი და იმავე რაღაცაზე მუშაობა და თვეში ერთხელ ერთ ეპიზოდს რო იღებ 5 წელი რო გაგიგზელდება ეს ფილმი ანუ ძალიან უნდა გიყვარდეს ეს მინდა ვთქვა ასე რომ ძალიან ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა ჩემი თაობის ეს ხო აი ვერ გამოსახა თავისი თავი რა და ის რეალიზება ვერ მოახდინა რა და ძალიან აი როცა ისეთ დროს მოგვიწია თან აი როცა უკვე 30 წლის ახარ და აი უნდა დაიწყო მიატო ახალგაზრდობა ის ქარი რო გიქრის უკვე დაწყდა აი დაწყდით რაღაცა ამავე უკვე რაღაც საქმეს მივხედოთ და ჩაგვიქრეს ქვეყანა ჩაგვიქრეს ქვეყანა და გამოს საბურავების და რასაშინელება იყო ყოველთვის მე ამ ფილმზე რომ მუშაობდი ორ მაგ სახეზე რამდენჯერ მითქვია კიდევაც ეს ხშირად რომ ზამთარში რომ შევიდოდი დიღმის კინოსტუდიაში მაშინ დიდი იყო კინოსტუდიის ტერიტორია უკან რომ გამოდიოდი ისევ ჩემ ნაკვალევს მოვყვებოდი ხოლმე რა და ჩემი ასისტენტი იყო ხათუნა იმნაძე ძაღლემა რომ ხუჭი რო გაიტაცეს ხო ძაღლემა ჩამოირბინეს დაავლეს პირი და შეატრიეს იქ ტყეში ის პერიოდია წარმოიდგინე აბა 90-იან გლები ვიტრო დადიოდნენ ეს ძაღლები შიურები ძლივს გამოგლიჟეთ პირიდან ო რას ლაპარაკობ დაგესეული შეგჭამდი ქუჩაში კიდევ აბა პერიოდი რაღაცა ის იყო აი საშინელებათა ფილმების სიტუაცია ხდებოდა მაგასაც მოსწრებულები ვართ მე იმდენი იძახეს რომ თქვენ ომი არ გინახიათ თქვენ გაჭირება არ გინახიათ მართლა იმისავით გზდიდნენ ხო ჩვენი მშობლებისგან არაფერი არ გვაკლდა და რაღაცა ჩემი სიტყვა კანონი იყო და რაღაც ესე ვიყავი გაზრდილი მაგრამ იმდენი გვაძახეს ეს ყველაფერი ყველა უბედურება რაც კი შეიძლება და მომხდარიყო ყველაფერმა გადაიარა ჩვენს თავზე მაგრამ ნამდვილად არ მომერიდება იმისი თქმა რომ ჩვენ პიროვნებებად ჩამოყალიბდით დავრჩით კაცებად და ესევე ვაგრძელებთ დღესაც ბოლომდე ასე ვიქნებით ჩემო ძმა. გენაცვალო ჩემი თავი, გაიხარე ლევან. მე კიდე მაინტერესებს ახლა მე მინდა რომ ნელ-ნელა მივიდე იმ ორმაგ სახემდე და შენი აი ისტორია ახლა რამდენი ფილმი გაქვს უგაის ანგელოზა მახსოვს ეს არის ბუდე ანგელოზა ეს ანგელოზა და პიესა 4 ხელისათვის ერთი და იგივე არის. მერე მაქვს ორმაგი სახე, მერე მაქვს არის ასეთი ქვეყანა 2003-ში გადავიღე, მე 2005-ში 5-6 წლებში გადავიღე. მას საქართველოს ქვია დოკუმენტური, ეს ირინა ენუკიძე რომ დაიძახა რომ მიშველეთო ხალხო და რომ დაუდექით გვერდით. და მე მაქვს, ესე იგი, ეს პატარა შანახატები მემატიანესავით 7 ნოემბერი 26 მაისი, ეს ყველაფერი მაქვს გადაღებული. ასე რომ იმ პატარა ფილმებს ვერ ჩამოვთვლი. მოკლედ ხო და მტერი ჩემი ძმა ჩემი. ხო, მტერი ჩემი ძმა.
გადავიღე აფხაზეთის თემაზე და ასევე ბოლო მქონდა 10 წუთიანი კლიპი გავაკეთე არა ომს, მაშინ ომის თემატიკაზე გავაკეთე, სრულბოლო ნამუშევარი იყო. სადაც ჩემი ლელას მონაწილეობდა და რომლის პრემიერასაც უკვე ლელა ვეღარ მოესწრო. ღმერთმა გაანათოს მის არაჭობილი ადამიანი, ჩემო კარგო ადამიანო, მე მაინტერესებს ახლა მივიდეთ მაინც აი ავტობიოგრაფიული პარალელი აი რომელს უფრო თვლი? ორბაქ სახეში არის რამე შენი ავტობიოგრაფიული აი თქვა თუ ყველაში ახლა ანგელოზაში იცი რა, ანგელოზა აი ახლა უყურე ხო, ნუ ბუდე თავისთავად ახლა მე თვითონ ავარ ხიდი, დავდივარ იმ ჩემი მეზობლებთან და კახისთან და იმერთან ხალითებით, ხუჭუჭა, ოქროსფერითებით. კი, ახლა პიესა კარგია ეს კითხვა რომ დასვი, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის. პიესა 4 ხელისათვის იქ მოთხრობილი ამბავი ორი მოხუცი ქალბატონის მოახლე და ქალბატონის ესა ნამდვილი ამბავი ესეხებოდა ვასასი ერისთავი რო ვახსენე მე წეღან ბებია ჩემი დედის ბებია დიდი ბებია მას ესე იგი სადღაც 8-10 წლის იყო როდესაც საჩუქრად მოუყვანეს პატარა ბავშვი მოჯამაგირის ბავშვი რომელსაც სახლი დაეწვა გესმის მოჯამაგირეები ვინც ყავდათ და იმათ სახლი დაეწვა და ეს პატარა 2 თუ 3 წლით პატარა იყო ვასასიზე იყო მაკრინი თავშავაძე თავშავაძეც როგორი სიმბოლური ისაა არა რა მაგარი გვარია ხო დღესაც უპატრონო მიცვალებულებს ოდესაც ვახსენებ სულ ვიხსენიებ ხოლმე ის იმას რა და აჩუქეს ეს პატარა გოგო როგორც თოჯინა ისე აჩუქეს მაგრამ ცხოვრებამ თავის იქნა და ესენი შეაბერდნენ ერთმანეთს გესმის ბოლომდე ის მოახლე დარჩა და ქალბატონი დარჩა და ეს მოახლე დარჩა მაგრამ როგორც კი მოხდა მათი განშორება ამან ორივე სიკვდილი გამოიწვია რა ჯერ ბებია ჩემი გარდაიცვალა დიდი ბებია და მე ეს დარდით გადაყვა და აი ეს ყველაფერი რო გამეკეთებინა ამას დავარქვი პიესა 4 ხელისათვის ხო პიესა 4 ხელისათვის დავარქვი და ცოტა გავასოციალურე ეს პრობლემა ვითომ ბინის გამო ხდება რომ აი ბინა შვილი უნდა შემოვიდეს ამ ქალის და ეს კიდე სადღაც უნდა წავიდეს მოხუცთა თავშესაფარში და მე ამ კუთხით ჩავსვი ეს ყველაფერი თორე რეალობაში ცოტა სხვანაირად მოხდა და კიდე უფრო მძიმედ მაგრამ ნუ რას იზავა ესეთი რაღაცა ისტორია იყო და ეს პიესა 4 ხელისათვის ზუსტად მაგიტომ ფილმიც მაგით იწყება ეს როიალი გააქვთ კი ბატონო მახსოვს სახლიდან და აი ამიტომ ეს 4 ხელში გასავლელი პიესა რომელიც ირღვევა და ერთმა ხელმა უნდა გააგრძელოს გზა ის აღარ გაგრძელდა ხო ორმაგ სახეშიდაც ეხლა როგორ არა ხე შენ კი იცი რომ ჩვენ ისეთ წლებს მოვესწარით და ისეთი ამბები ხდებოდა ჩვენს გარშემო რომ არ იყო ხა ჩვენთვის უცხო არც საქმეების გარჩევა არც ჩხუბები და არც დავიდარებები იქაც სასაკვირველია ძალიან ბევრი ავტობიოგრაფიული რაღაცაა შეტანილი თუმცა ახლა მკვლელობაზე და იმაზე ჯვარი მეწეროს ეგეთი რამე არა ეს უბრალოდ მოგონილიც არის თვითონ თემა იყო ესეთი რომ ბაკურიანში თუ ბორჯომში ლიკანში ვისვენებდი როდესაც ზამთარში დავინახე ახალგაზრდა ჩემხელა მაშინ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი ჩემხელა ბიჭი დავინახე რომელი წლებია დაახლოებით რა აი ეს არის ეხლავე გეტყვი 90-იანი წლები 88 აი ესეთ აი ეს წლები იმიტომ რომ მე 91-ში მე უკვე მარქსიზმზე დავიწყე მუშაობა და 96-ში მოვურჩი 97-ში გამოვიდა ეს ფილმი და დავინახე ეს კაცი რომელსაც ხელში ეჭირა ახალგაზრდა ხუჭუჭა გადასარევი ანგელოზი ბავშვი მაგრამ მე ყველას ხელში გვეჭირა ხა რომ დავდიორით მოვდიორით ეს ბავშვები და პირველი დღე ვერც კი მივხვდი რომ მას თავისი გასაჭირი ქონდა მაგრამ აი მე როდესაც უკვე სასადილოში დაც რო შემოვიდა და იქაც რო ხელი შემოიყვანა და ხელიდან რო არ გავუშვა მაშინ მივხვდი მხოლოდ რომ ეს ბავშვი იყო ფეხებს წართმეული და ისე იმოქმედა მაშინ რომ მეთქი აი მოდი რა ამ თემაზე მეთქი არ არის გაკეთებული ქართული ფილმი მეთქი და აი მამაშვილობაზე მოვიფიქრე უცბად ესეთი რაღაცა იქვე დაიწერა სცენარი და მე უკვე განვახორციელე როგორ და რანაირად აი როგორც მოვახერხე ის თვალებით 5-6 წელი ასე რომ ახლა იგივე იმ არის ასეთ ქვეყანაში იგივე ის არის ასეთი ქვეყანა ხატრული ფილმი არის რომელიც 2003 წელს გადავიღე და სხვადასხვა მაშინ მოხდა რაღაცა ჩემი ათვალისწინება მაშინდელი ხელისუფლების მიერ იმიტომ რომ
იქ აშკარად პასკვილის დონეზე ვაშაყირებდი ამ უდარდელას რო აჯილდოებენ მეძავეობისათვის, ჩაშვებისათვის, დასმენისათვის, მაკაცობის ღალატისათვის და ულტრირებული მქონდა რამოდენიმე ისეთი თემა რომელიც მათ ჩათვალეს რომ მათ ეხებოდათ და სწორედ ჩათვალეს რასაკვირველი. რა თქმა უნდა. თუმცა 2005-ში ვაფშე გადარჩენილი ხარ. და 2005-ში ვაფშე დაულიჯე ახლა ის ირინა რო გადავიღე და აუ რას ლაბა მე რო კითხო მაგარი გადარჩენილი ხარ მეთქი ლევან არა გადარჩენილი ხო დათო უნივერსიტეტიდან გამომიშვეს მაშინ და სტუდია დამიწვეს სადაც ვიღებდით მაგ აპერკოტის სტუდია რო ქონდა მაშინ დაწვეს ეგ სტუდია და სხვადასხვა იმის მერე მე რაღაც ჯანმრთელობებზედაც ვქონდა ახლა იცი რატო ეს ძალიან რთულია როდესაც რო იცი რო გიყურებენ საიდან როგორ მოგიპარონ მოგიტაცონ ეს ძალიან ცეთი მძიმე თემაა მით უმეტეს როდესაც მარტო არ ახარ დღეს მარტო ვარ და შეიძლება ბოდიში და სულ არ ვღელავდე მაგაზე ეს ვის მაგრამ როდესაც სოლშვილი ყავს შვილები პატარები არიან შენთან არიან მაშინ უკვე რაღაცა აბარა ასმაგებული სიგიჟეები შეიძლება დაგეწყოს და როგორ გადავიტანე და რანაირად არ ვიცი მაგრამ ნუ გადავიტანე მოკლედ ღვთის მადლით შემოკარგო გადაიტანე და განაც კარგი და კიდე ბევრ ამას ვახა კარგს გადავიტანე საცი გადავიტანე ეს გადასატანი იყო ხო შენი თქმის არ იყოს გვეუბნებოდა ჩვენი მშობლები რომ თქვენ ომი არ გინახეთ თქვენ შიმშილი არ იყო ყველაფერი ნახეთ ბიჭო მე რა ისი დავით ესე იგი მე რო ლელა არ ყოლებოდა მაგაცარია ჩემი მეუღლე მე ამ ფილმებს ვერ გადავიღებდი ნამდვილად იმიტომ რომ ორმაგი სახის მერე რაც კი გავაკეთე ეს ყველაფერი იყო ლელას დამსახურება იმიტომ რომ მე სახელმწიფო ფულით არაფერი არ გადამიღია კინოცენტრი 25 წელია არსებობს და 25 წლის განმავლობაში მე 1 ცენტი არ მიმიღია სახელმწიფო დოტაციიდან და აი ამაში ყველაფერში მედგა გვერდით ჩემი გარდაცვლილი მეუღლე. ასე რომ მას უნდა უმადლოდე მე იმ ყველაფერს, აი რასაც მე დღეს თუ კი მაყურებელს უყვარვარ და უყვარვარ ძალიან ბევრს და მე ძალიან ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი ხალხის სიყვარული არის და მათი სახე რო დამინახავენ, რო დავინახავ რო ადამიანს სიამოვნებს შენ დანახვა, ამაზე დიდი ჯილდო ხო არ არსებობს, დავით, რა უნდა მოგწევ? რა თქმა უნდა. რას გაცვლი შენ სიყვარულში? აი ხალხის სიყვარულში რამეს გაცვლი, ჩვენ ხო ყველაზე მდიდარი ხალხი ვართ, ამით. ეს ის ხმარი და ეს სიყვარულია, რომელიც არ იყიდება და ამას შენ ვერანაირად ვერ იყიდი თუ არ მოიპოვებ. და მე ამითი ვარ უზომოდ ბედნიერი კაცი დღეს რო შემიძლია წელგამართულმა ვიარო ქუჩაში. და შენი ფილმიდან გამოდიოდა გიო გურგულია მივიდრე ცრემლებით აღნიშნა ეგ ამბავი თან ცრემლები წამოვიდა რომ ოხროხა კაცო რომ ეხლა წარმოვიდგინე რა ცრემლები წამოვიდა უყურებ გავგიჟდი ატირდა კაცი რომ აი ვიღაცა მართლა ადამიანი რომელსაც მახშვილი ყავდა ესე ფეხებ წარწმეული ბავშვი ამ ფილმის გამო ისეთ თვიბაზე მოვიდა დუხზე როგორც იტყვია წავიდა და აყენა და ფერზე და ახლა შენ წარმოგიდგენია მაგის რომ მოყვა მე და წრევლივ წამოვიდა და უყურებდი მე კი რაღაც მივატირე და მე გადაცემა მიყვავს ახლა მე ორივე თუ პრინი დავიწყეთ აქ ახლა მე კი რომ ამღავნებულიყავით ახლა ორივე აკიდაგლე სამივე მე ჩემსაც უნდა ჩაგერთე შენ ჩაგვე ირან სლოპოს დავიწყე ხო ჩარტვით უნდა გამოსულიყავი შენ იმიტომ რომ ახლა მაგ ფილმმა ახლა შენ მაგას მოძღვარი რო გეტყვის რომ თქვენმა გადაღებულმა ფილმმა მრევლი გაზარდაო და წმინდა გიორგის ტაძარს რომ ხალხმა სიყვარულით მამაშვილობის ტაძარი შეერქვა და თუ ახლა ამაზე დიდი ჯილდო ახლა მე სტალკერი მაქვს ორჯერ აღებული ახლა ბევრს არ აქვს სტალკერი მე გულები არავის არ აქვს მე გონებს საქართველოს სტალკერი აღებული ორჯერ მაქვს მაგრამ არანაირი პრიზი და არანაირი ოქროს არწივი და არანაირი მთავარი როლების საუკეთესო პრიზები და გრან პრიზები არღის შენი ხალხის სიყვარულად და შენ ენაზე რო საუბრობს შენი რო აქ ყველაფერი ხო იცი ერთინი რო ვართ რა აი იმ ხალხის სიყვარულს არაფერი არ ჯობია რა თქმა უნდა ლევან რა თქმა უნდა ეხლა ვილაპარაკოთ შენს მოდაგარზე ჩემო ბატონო შვილებზე როგორ თქვი ერთი ორი სიტყვა ვიცოდეს ხალხი ორი სიტყვით ვიტყვი გიორგიზე ლევანიზე გიორგი კინოს არის რომ დაამთავრა მაგრამ აქ ვერ მოიკიდა ფეხი ამ თავის სფეროში ვერც იქაც არ არის ხა თავის პროფესიით მაგრამ ახალგაზრდა ბიჭია და რა ვიცი იმედი მაქვს რომ შეძლებს მაინც რაღაცის გაკეთებას ყოველ შემთხვევაში მუშაობს
ამერიკაში არის ლევანიკოს ჩემი უმცროსი ბიჭიც, უბრალოდ განსხვავებით გიორგისაგან უკვე ოჯახი ყავს. მე მყავს ორი შვილი, გადასარევი გოგონები ვენაცვალი. ერთი ნანახი მყავს, მეორე არ მყავს ნანახი. და რო გაჩნდა იმის მერე არ ყოფილან აქ საქართველოში. ხო, არიან იქ და რა ვიცი, აკეთებენ თავის საქმეს. ერთი რამე ვიცი, რომ ისეთ რამეს არ გააკეთებენ, რომ მე შემსხვეს და რაღაცაზე გავწითლდე რა მათი გულისთვის. ამაში დარწმუნებული ვარ. გენაცვალე. ალბათ ესეც ბედნიერებაა. შემოგევლი. მე რა მანტერესებს ახლა აი ამ ხნის განმავლობაში ხა ამ პერიოდში ძალიან ხო 90-იან წლებში ზუსტად ვიცი რომ ახლა ესეც სიტყვა 6 წელი იღებდი ერთ ფილმს რა. აი და რაღაცა ახლა აი მე მაინც ბოლოსკენ მიდოდა მაინც ჯერჯერობით ბაგლობაღბეს კიდე დაგვრჩა დრო და მაინტერესებს აი ამ წუთში ხო არაფერს ფიქრობ რამეს ისეთი ხო არა ამ წუთში ხაი რაღაცას ფიქრობ და ძალიან მე და ეკა მუხაძე მხატვარი ძალიან კარგი ადამიანი და კარგი პიროვნება. ჩვენ ერთობლივად ავიღეთ ძველ სტუდიაში, სადაც ჩვენ ქონდა მაშინ სასწავლო სტუდია. ნუ ეხლა აბსოლუტურად შეცვლილია, ეგ აღარ არის ის სასწავლო სტუდია და სხვანაირი კონფიგურაცია აქვს საერთოდ იმ სტუდიას. მან დავიღე ეხლა იჯარით, ისევ შენობა და ვაპირებ აი რაღაც აი თავისუფალი სივრცის მოწყობას, ხელოვანი ადამიანების შეკრებას, იქ ალბათ აპოლიტიკური იქნება აბსოლუტურად მინდა რომ რა არის იცი სამწუხაროდ დღეს ისე არის დაკავებული ეს რომ ერთი არის ის რომ უნდა იყო ან პოლიტიკაზეა და მეორე მხარე არ არის პოლიტიკოსები და ოპოზიციონერი. აი პოლიტიკა პოზიცია და ოპოზიცია და ამ დროს უამრავი ძალიან საჭირო, ძალიან სასარგებლო პრობლემები არსებობს ისეთი, რომელსაც შეიძლება რომ კაცმა ხელი მოკიდოს და გაშალოს, დაალაგოს, განავრცოს, იგივე ახალგაზრდობა შემოიკრიბოს. აი რაღაცა დაახლოებით ესეთ რაღაცას ვაპირებთ, მით უმეტეს თან ჩვენ მაგვაქვს ერთი კარგი რომ აი სოფლისა და ქალაქის ინტეგრაციასთან დაკავშირებით იგივე ეკას მეშვეობით და მისი მონდომებით ჩვენ იქაცა გვაქვს იჯარით აღებული, ეს არის საზღვრისპირა რეგიონზე ვსაუბრობ. იქაცა გვაქვს იჯარით აღებული, მე ძალიან მინდა რომ მოხვდეთ ჩვენ მანდ ერთხელ აუცილებლად და აი მანდაც ვაპირებთ რაღაცა აი ჩვენი საქმიანობის კულტურასთან დაკავშირებით გაშლას. მინდა ბავშვები, ნიჭიერი ბავშვები აღმოვაჩინო, მინდა ჩამოვიყვანო, აქ საშუალება მივცე, რომ დრამატურგია ვასწავლო, კინო ვასწავლო, გვერდით იურამ მეჩითოვი მყავს შესანიშნავი პიროვნება, ჩემი. მანდ აქ სახელოსნო. მანდ ხო, გვერდით აქ სახელოსნო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა აი კინო, ფოტო, ტელე, რაღაცა აი ამ მიმართულებით დავაინტერესოთ ახალგაზრდები და ამხელა გამოცდილება გვაქვს ხო ახლა როდესაც ვერ ვიღებ ფილმს მოდი რა სხვას უთხრა იქნება და იმას გამოადგეს რაღაცა ჩემი ხედვა იქნება თუ ჩემი წერის მანერა იქნება თუ რაღაცა ვასწავლო მოკლედ მინდა რა მე სხვა არაფერი არ მინდა რომ ძალიან დიდ პატივს ემ ახალგაზრდებს და მინდა რომ მათ გვერდში რაღაცა ჩემი წვლილი შევიტანო მათ აღზრდასა და პიროვნებებად და კაცებად და ქალებად ჩამოყალიბებაში. მე რა მაინტერესებს, ახლა შენ არ ქონდია სურვილი ალბათ შეთითონ, რომ მე მაგალითად ვიყო შემსა შემოთავაზებები, რომ მსახიობებისთვის არ შემილია, აი დიდაქტიკა, აი მასწავლებლობა რა. აი რაღაცა, აი ხო არის რომ რაღაცას ვერ შეძლებ ახლა ადამიანს. მე ხო არის ხა, რა ცალკე პროფესიაა, მე რომ არ ქონია სურვილი, ახლა რო ვაპირებ მაგას, თქვა რაღაც ახალგაზრდობასთან ურთიერთობას, ამას კიდე ცალკე მაგას უნდა და მე გავლილი მაქვს ხო მე ხო თეატრალურში ჯგუფი მყავდა შესანიშნავი. გავლილი გაქვს ეგ. მე ჯგუფი მყავდა და მე ამ ფილმის გულისთვის გამომიშვეს 2007 წელს მე გამომიშვეს იქიდან თეატრალური. უი რას ეს რატო არ ვიცი? ირინა ენუკიძის ფილმი როგორც კი გავიდა და სტრასბურგში წაიღეს მაშინ ჩემი ფილმი. რასა? და ამის მერე იყო რომ დაეწყო ჩემ თავზე ეს ყველა წისკვილი არ დატრიალებულა ერთი თორე ყველა ეტაპობრივად გავიარე ყველა მეთქი იმ
იმიტომ რომ ეგეთი პოზიცია ხო, არა, და ეგ იყო, იქიდან განთავისუფლება და მე სტუდიის დაწვა და მუხარები და ერთი ამბავი. ეს ყოფილა, ესე იგი მაქიდან ნაგორდა ეგ ამბები რა. აბა ირინამ როგორც კი დაიძახა რომ ხახნ დამედექით გვერდითო მის გვერდით დავდექი და საათი და 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმი გადავიღე. კი ბატონო, ეგ მახსოვს კარგად რა. მაგრამ შე თუ სტუდენტები ყავდა და ჯგუფი ყავდა, ეგ არ მახსოვს დავდიოთ არა. სტუდენტები ჩემი შვილები, ჩემი გიორგი აბარებდა და მეთქი მოდი ბარემ ავიყვან მეთქი ჯგუფსაც თქო და გაიგე და ამიტომაც ავიყვანი და 5 კურსი დახურეს მაშინ. უი და შენ იყავის თუ ეს 5 კურსი? კი და მე უბრალოდ მე არ მომცეს მე უკვე გაგრძელების საშუალება. და დაიხურა ის კურსი რომ დამთავრდა ეს 5 წლიანი სწავლება რომ დამთავრდა მე აღარ გამიგზელეს ის იმიტომ რომ ხო გითხარი უკვე ესეთი ფილმი მქონა გადაღებული და ვგრძნობდი აშკარად აღარ ენებს და კაბინებს. კი ბატონო. რაღაცა ეხლა კინო თვითონ ცენტრთან, კინოცენტრთან დაკავშირებით შეგოიცი ჩემი ერთი ნატრა ბაბუ. აბა მითხარი ჩემი ისეთ მახარო შენ ჩემი ციცინატელები. კი, ვიცი. მე მგონი არ ვიცი საკითხული გაქვს თუ არა. კი, როგორ არა მაქვს საკითხული. ძალიან ბევრი ჩემი უსაყვარლესი მსახიობები ვინც ხარ და ჩემები ვინც ხარ, ჩემი სიხარულები ვინც ხარ. ყველა მინდოდა შენ კარგად იცი, შენ მინდოდი ზაზა კოლელიშვილი, ზურა ყიფშიძე, გიო რასაკვირველია და კიდე ის ახალი თაობა, ახალგაზრდა თაობა, რომელიც ტერი ჩემი ძმა ჩემში გადავიღე უნიჭიერესი ახალგაზრდები. ძალიან მაგრები არიან ეგენის. ისევ ახალგაზრდები არიან, იმიტომ რომ ეს გადავიღე 2018 წელს და ნუ რა 7 წელია გასული, ხა 7 წელიწადში კაცი რატო უნდა დაბერდეს, ხო? ისევ უყურებ იმ ახალგაზრდა ბიჭებს აი ამ ფილმში რომ ითამაშეს და საოცრად მაყოფილი ვიყავი მათი თამაშით და მათი ადამიანობით, აი ყველასთვის მინდოდა რომ ეს როლები გამენაწილებინა და დღესაც სურვილად მრჩება რომ აი ეს ციცინათელები გადავიღო და იმედი მაქვს რომ მაინც გადაიღებ. აი ასე მჯერა რომ მეც იმედი კი არა მაქვს, აი რაღაც დარწმუნებული ვარ მაგამ ბავშვი. გაფრთხილდა მე შენ ერთ იმას გთავაზობდი მეთქი რომ ჯაპანათი იყავი მეთქი და ვიყავით კაცო მაგაზე. თავით რო უკრავ და ეგეც კი მქონდა შეტანილი შენ ეპიზოდში. იაპონურ სიმღერას რო უკრავდი თავით ხო. ხო და ისე თუ გახსოვს შენ მაშინ სასწავლო სტუდიაში და თქვა ხო არ მოგვიანებთ? არა. სასწავლო სტუდიაში მე და შენ რო ვიყავით ჯერ შენ ხომ მოხვედი მაშინ ხო გახსოვს რა პერიოდი იყო გახსოვს 96-17 ესე იგი მე კი გახსოვს შენ ალიკო ჩამოვიდა ჩვენი უნიჭიერესი რეჟისორი ცაბაძე ამერიკიდან ყველამ დაუხურა კარები ჩვენ მივიღეთ ოთახი გამოუყავე მაშინ მეთქი დაჯექი იმუშავე სცენარები აკეთე და ფილმები იღემე და რამდენმას იწონდა დაამთავრა ვისაც კი რაღაცა უნდა ყველა მოვიზიდეთ ჩვენს გარშემო ახლა ნუ მე ახლა რასაკვირველია თვითონ სტუდია დაიშალა და მე ბევრ სტუდენტს გადავაღებიეთ ფილმები და მე ვიყავი და შენ გეხებოდა ეგ ისინი კი ძალიან ბევრ სტუდენტებმა გადაიღეს და საკურსოები ბაში 97 მე შენ მოადგილი არ მინახე ერთი იყო просто წინ დაგახვედრე ის ამბავი. ერთი იყო რომ წინ დამახვედრე, ჯერ გასული არ ეყავი რომ წინ დამახვედრე. ხო, გასული. წინ დახვდება. ყველაზე დიდი ცხოველი თან იარაღით რომ მოვიდა. ხო, იარაღით მოვიდა და რა გვექნა ეხლა? რა ცემეთ. ხო. თავისი იარაღია და. ოხ, მაგრამ რა სიზავ რა, ესეა ცხოვრება რა. აქეთ მოგვივარდა ძმაო ეხლა. კი, მე გამომყვა. შენ გამომყვა ხო? მე დაგახვედრე რა. აი როგორც დაგმირდი ეგრე იყო რა. ხო დაგმირდი რომ დაგახვედრე პეთქი და რა სიზავ მოკლედ რა ესეთი ცხოვრება იყო და ეხლა რა მინდა რომ გითხრა ჩემო კარგო კიდე მაინტერესებს ამ გეგმებთან დაკავშირებით კიდევ არის აი რაღაცეები მინდა რომ მაინტერესებს აი გეგმები თუ არის კიდე რამე ანუ აი ესე იგი ერთი მხარე არის ის რომ რაღაც შემოქმედებითად ძალიან მინდა რომ მე თვითონ გავაკეთო ეს სტუდიის სცენარიო გავაკეთო ისეთი რომელსაც გადავიღებ და მეორე მაქვს კიდე სისინათლებთან დაკავშირებით აი მეორე მაქვს ძალიან მინდა რაღაც პატარა ავტობიოგრაფიული კი არა რაღაცა მე რამოდენიმე ისეთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი მაქვს გადახდენილი ცხოვრებაში
და აი რო დავატრიალებ ხოლმე ანალიზს რო უკეთებ ხოლმე ხო აი ამ განვლილ წლებს ისე კარგად ჯდება ერთმანეთში ეს ყველაფერი რაღაც საფეხურებივით აი იკინძება პირდაპირ დრამატურგიულად რომ ეს ყველაფერი მინდა გადავიტანოს სცენარის სახით და ესეც მინდა რომ გავაკეთო ანუ გეგმები და რაღაცები თან ფორმაში ვარ დავით კი ბატონო გეტყვი ჯერჯერობით ვარ ფორმაში მწიფეთა ვარ სააბედნიერო მადლობა სკლეროზი არა გაქვს ისა ხო ჩვენი ეს კიდე პროფესია ბალეტი არ არის რაც უფრო შედიხარ ასაკში გამოსდე ექიმის არ იყოს ხო რაც უფრო ხანში შედიხარ ბრძენდები ხედავ თუ არ დაბრმავდი და არ დაყროვდი და მუსიკა თუ ისევ გაღელვებს და ხო ურთიერთობები თუ ისევ ქსიამუნებს და გაღელვებს მაშინ არ არის ახლა აუცილებელი რომ იცეკვო და ისა და ადგე და ფილმი თავისუფლად გადაიღებ რატომაც არა ახლა 60 წლის რეჟისორი 72 წლის რეჟისორი არის ახალგაზრდა მაშინ ხო არა ესე უნდა ხდებოდეს საერთოდ ქვეყანაში ესე უნდა არ შეიძლება ახლა იცი რაღაცა ერთი თაობა იყოს გამოტოვებული და იღებდნენ თქვათ ან 90 წელს გადაცილებულები და მე 18 წელს ქვემოთ იღებდნენ რაღაცნაირად უნდა ხდებოდეს ამების გადანაწილება ძალიან ბევრი ძალიან ნიჭიერი ადამიანი ჩაიკარგა რა ჩვენს გარშემოც რო გავეხსენოთ უამრავი მართლა სერიოზულად მაგაზე გული არის დასაწყვეტი და რაც შეეხება კიდე აი ამ კინოსტუდიასთან დაკავშირებულ თემას აი ახლა ცოტა ხანში აი ამ პროექტის განხორციელებასთან ერთად ახლა ჩვენ ხელშეკრულებებს ვაკეთებთ უკვე ქართული კინოს მხარში უდგება ძალიან ბევრ ორგანიზაციას უნდა ჩვენთან ურთიერთობა და აი ახლა ნელ-ნელა წამოვიწყებთ ამას და ძალიან ცოტა ხანში მე გთხოვ რომ ჩვენ გვეწვიო უკვე რაზია როდის ჩვენი რაღაცას ვაპირებთ პრეზენტაციას და ამას აუცილებლად გავაგებინებთ შენ ისეთი ძმა ხარ და ისეთი კაი კაცი ხარ შემულევან რომ რას ლაპარაკობ საიდან მოვდივართ რაზია ლაპარაკი რა მინდა კიდე ერთი პატარა ჩანართი მინდა რაც ასე ვთქვათ შემინდა რომ ასე ვთქვათ გამოგჩა ეხლა ექიმების მაგას არ მაგასერეთ არ ვთქვით ეგ ამბავი რომ ექიმების გარემოცვაში მაგრამ რაღა აქეთ ახლა ვანჯაფარიძე და აქეთ მერიკო და გია დანელია. ამ გია დანელიას გამო ეს კიდო რეჟისორა თუ აი რამე გააკეთა გია დანელიამ? გია ძალიან მოსონდა ჩემი ჯერ ესეთი საკურსოდან დაწყებული ჩემი ფილმები მოსონდა. მე გამოდმებით გიას შვილი რო გარდაეცვალა. კოლკა დანელია გადასარევი. კოლკა და ლევიკო ჭონია და ერთად გარდაიცვალა. ერთად დაიღუპნენ. ხო. გიასთან სახლში მოსკოვში კი ბატონო იმის მერე ქონდა მაგას ბევრჯერ გოგიტას პატარა ძმა გოგიტას ცხონებული გოგიტას კაი რეჟისორები იყო კარგი გოგიტა მაგარი კაცი ხშირი სტუმარი ლევიკოს შესანიშნავი ლევიკოს ის ფილმი რო არის ის ანიმაციური ფილმი იმაზე გიჟდები შედევრია ბიჭო ის ბავშვები რო თამაშობენ და ბომბს რო ბომბი რო მოფრინავს ხო ხო და შენ თვალწინ რო ბავშვების შეცოდებას რო იწყებს და რო არ უნდა აფეთქება საოცარი ფილმია გაკეთებულია ხო და გიას მოვწონდი მე როგორც ახალგაზრდა რეჟისორი აი მით უმეტეს როდესაც ნახა ეს ფილმები რაღაცები და მაგი აპირებდა ქინძაძას რო იღებდა მამა ჩემს უთხრა რომ გამატანიო რა წავიყვანო და იყოსო ჩემთან და მამა ჩემმა ვერ იმასაქნა იცი ეთყობა იფიქრა არ გამირუსტესო რა შვილი ახლა მე კი არ გავრუსტებოდი მაგრამ ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა დღეს ნაღდათ არ ვიცი ახლა მოსკოვში და რუსეთში ცხოვრება ხო წარმოგიდგენი ასე რომ ძალიან კმაყოფილი ვარ რომ არ წავედი მაინც იქ და აქ დავრჩი მაგრამ რასაკვირველია ახლა ზოგადად ვერიკომ სოფიკომ გიამ სოფიკოს გადასარევი ძმა ყავდა რამას ჭიაურელი დოკუმენტალისტი ხეცი ძალიან მაგარია ხა იქ მიხეილ ჭიაურელი იყოს საოცრად ხო ეხლა ამან იმუშავა რა ყველა რასაკვირველია იმუშავა ახლა მაგით ქვეცნობიერში თუ ცნობიერში ყოველთვის მუშაობს ახლა ჯერ გვარს რო გაიგებენ პირდაპირ ვერიკოს კითხულობდნენ ხო, ამან რასაკვირველია თავისი გავლენა იქონია, თუმცა მე დარწმუნებულია რომ ძალიან კარგი ექიმი დავდგებოდი და რატომ გეტყვი ადამიანი არ მეზიზღება.
ესმის ექიმი როდესაც ხარ, ექიმის პირველი მოვალეობა ის უნდა იყოს რომ ადამიანი არ უნდა მე მინახე ექიმი როდესაც ადამიანი იზისყება და ხელს ვერ მოუკიდებ და რაღაც ექიმია. სისხლიც არ ხელი თუ არ მოგიდე და გული არ მიგდის. ხო, რა საშინელება. სისხლი გული რომ მიდით ხო. შენ დაჭრილთან რომ მიიყვან ექიმს და როგორია რომ უნდა უშველო და ის რო ხდება საშინელება საშინელება. ხო, მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგი ექიმი ვიქნება. იმაშინაც დარწმუნებული ვარ ფსიქოლოგია სხვათა შორის ერთი პერიოდი მაგასაც ჩემ თავზე ვლაპარაკობ. ხო, აბა ვიზუალური ლაპარაკობ. იმაშინაც დარწმუნებული ვარ რომ ფსიქოლოგიას რო გავყოლოდი ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის ეს განწყობის ის გიჟდები, უზნაძეზე გიჟდები, გენიალური ეს ჩვენ ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე. კი ბატონო. ხო და აი მანდაც კარგი ფსიქოლოგი ვიქნებოდი. მოკლედ გორნია რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი რაღაცა დამაკმაყოფილებელი მაინც ვიქნებოდი. მაგრამ ძალიან მიხარია რომ ვარ ის რაც ვარ ჩემო ძმაო და დღეს ვზივარ აგერ ჩემ ძმაკაცთან ჯაპანასთან დათო ხურცილავასთან. ლევან პაპანაკებაში. ჯაპანას პაპანაკებაში. ლევან შემოგეულო ჩემი თავი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მომზადებისთვის. თორემ რეგლამენტი თავისთავად ცხადია გაგვივიდა და მინდა რომ გისურვო ყოველივე კარგი წარმატებები და დარწმუნებული ვარ რომ შენ არაფერი ნახევარგზაზე ხარ ის ნახევარგზაც ახლა ვილაპარაკეთ რა დროები გავიარეთ 90-იანი წლები ყველაზე მაგარი აი მაგრად რო გეხარ კაცი და რაღაცა კიდე გააკეთო მაშინ ჩაგვიქრეს ქვეყანა მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შენ არაფერი როგორ არ გაგიკეთებია მაგრამ კიდე წინ არის ყველაფერი რა სულ ყველაფერი შემობატონო ეგ ზუსტად ვიცი რა ბევრად მეტი გაქვს წინ კიდე 62 წლის კაცი მაო არის ახალგაზრდა რეჟისორი მე რომ ხო რა რეჟისორი ეხლა ბოქსიორი შეიძლება მე ეხლა ნამეტანი ასკინკილით არ გავიდე აქედან რადგან რამდენი შუტკები ვერ მოვყევით ხო რამდენი მოვყევით მაგრამ ეხლა ნუ რაღაცა მაინც ვილაპარაკეთ იმაზე რაც არის ეხლა აქ ჩვენო შუტკები დავიწყოთ მე ძალიან მესიამუნა დღეს შენთან მოსვლა პირდაპირ მე შემოგე დიდი მადლობელი ვარ და პატივია ლევან ყოველთვის შენი სტუმრობა ჩემთვის მიუხედავად იმისა რომ ჩემი ახლობელი ხარ მაგაცი ხარ და მეგობარი ხარ ყოველთვის პატივი იქნება შენთან ურთიერთობა ჩემთვის რა გაიხარეთ მე მინდა გითხრა უღრმესი მადლობა მომზადებისთვის და ჩემო კარგებო ჩემო მსმენელო დროებით იქითა ხუჩაბათამდე გესეგებში დობები ჩემო კარგებო ეს არის თავისუფალი სივრცე 98 და 5 და გადაცემა თავისთავად ჯაპანას პაპანაკებო ჩემო ბატონებო როგორც ლევანი ამბობს და აი ხა 5 საათზე უნდა ყოფილიყო ეკავ ფხაძის გადაცემა მაგრამ 1 საათით გვიან შემოვა ეთერში ქალბატონი ეკავ ფხაძე და დაელოდეთ დარჩით ჩვენთან და არ მიგვატოვოთ თქო მე თქვენ გეუნებით მომავალ შეხვედრამდე ბატონებო დიდი მადლობა ლევან გენაცვალე გაიხარეთ დიდი მადლობა